საღამოშიდობის და დღის მთავარ თემებს ეთუნა ინცკირველი გაგაცნობთ. ალბათ მომავალში ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი. კალაძე ნაცვლიშვილის ენკი ბენკი და გახარიას მედია ტრენდით ცდილობდა თუ არა ხელისუფლება ტევ-პირველის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფას. არ შეიძლება ასეთი ტიპის ბრალდებები და ასეთი ტიპის ეჭვები დარჩეს პასუხგაუცემელი. ხელისუფლებას უნდა აკონტროლოს ის მედია, რომელის სარედაქციო პოლიტიკაზე არ აქვს გავლენა. დღეს გვაქვს ივანიშვილის ხელისუფლების კაფიოდ გამოკვეთილი ტოლვა და პოლიტიკა მედიის სრულად გაკონტროლებისკენ. აი ამ ტრენდში ხართ თქვენც და ალბათ მოხვდებით ჩვენც და ყველა. მინიმუმ ეს წერილი ატარებს გარკვეული იძულების ნიშნებს. შესაძლოა ნამდვილად ადგილი ქონოდა და ნამდვილად ქონოდა ადგილი ამგვარი წერილის დაწერას. გახარიას წერილის მეორე პუნქტი და პრემიერის დუმილი. ვკითხოთ. ბიზნესზე ზეწოლის ეპისტოლარული ჟანრი. ორი ადამიანი 3-4 ზის ერთად და წერს დაწერილი ტექსტით დადიან, დაწერილი ლეპტოპებით. უქუაშვილმა სადაც გამოიჭირა ეს ოცნების მაღალჩინოსნები ყველგან ჩაწერა. უარი საგამოძიებო კომისიას და უფლებამოსილების შეჩერებას, რატომ დუმს ქართული ბიზნესი. როგორც ჩანს, ვცლად რენესანსში ვერ არიან. საუბარი აქ მათ ბიზნეს ინტერესებზე, უფრო მეტის ფულის შოვნაზე, ან იმის დაკარგვაზე, რაც აქვს. წარმმნიშვნელოვანია, რომ მამუკა ხაზარაძეს ამ სიტუაციაში ბიზნესმა აჩვენოს სოლიდარობა. შენ თუ გინდა მიიღო ახალი ოხანაშვილი, კი ბატონო, მიიღებ ახალ ოხანაშვილი, მაგრამ შენ თუ გინდა მიიღო თავისუფალი ადამიანი, მაშინ მას თავისუფლება უნდა შეთავაზო და შენ თავაზობ ოხანაშვილს, შინჩალაძეს და ზარდიაში. ახალი სახეების რეკრუტირება ივანიშვილის პარტიაში, რა დავალება მიიღო კახაკალაძემ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ახალი გეგმა ძველი პარტიის გასაახლებლად. ტრენინგ გავლილი პოლიტიკოსები ქვეყანას კარს არაფერს არ მოუტანენ. ასეთ პროცესიდან მივიღებთ ჩვეულებრივ შარიკოებს. რა მედია ტრენდი მოსწონს ხელისუფლებას ვისთვის ფარატინა ფურცელი, ვისთვის ენკი ბენკივით ღიმილის მომგვრელი ამბავი და ერთი მესიჯ ბოქსი. კახაკალაძეს როგორც თავად ამბობს, საერთოდ არის მის რა შუაშია წერილში ნახსენები ტევ-პირველი დაარდარია ღიმილს გვრის გზავნილის ამ ნაწილზე ხაზგასმა და ხუმრობით ამბობს, რომ მომავალში ალბათ ენკი ბენკზეც ისაუბრებენ. დაახლოებით იგივე იყო ქართული ოცნების პიარ სამსახურის წარმომადგენლის ლაშა ნაცვლიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში. სწორედ ხელისუფლების ირონიის და მუქარის გამო კოალიცია მედიის ადვოკატირებისა რომელშიც 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, პროკურატურას მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღებით მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიოს მედიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტი. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში გზავნილი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. საერთოდ რაშვაშია ტევ-პირველი გაუგებარი იყო, საერთოდ რაშვაშია არტარია, ალბათ მომავალში ენკი ბენკიზეც იქნება საუბარი. ქართული ოცნების გენერალური მდივნის დღეს გაკეთებული განცხადება ზუსტად ემთხვევა განცხადებას, რომელიც ოცნების პიარის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გააკეთა. იდენტური მესიჯ ბოქსით კახაკალაძე და ლაშა ნაცვლიშვილი სკანდალურ წერილს არასერიოზულად აღიქვამენ და ფიქრობენ, რომ მასში ხსენებულ ტევ-პირველსა და არტარიას მამუკა ხაზარაძესთან კავშირი არ აქვს. ღიმილის მომგვრელი იყო ყველაფერის რაც ეწერა. მაქსიმალური მცდელობა არის ის, რომ ეს კონკრეტული საქმე სამართლებრივი ჭრილიდან გამოიყვანონ და გადაიყვანონ პოლიტიკურ ჭრილში. სამპუნქტიანი სკანდალური წერილის მეორე პირობა განცხადება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ TBC-ის დამფუძნებელმა არჩევნების მეორე ტურამდე 2 ნოემბერს შეასრულა. ეს არასამთავრობო სექტორს წერილის უტყუარობაში არწმუნებს. მათთვის სარწმუნოა, რომ ადგილი ჰქონდათ ტევ-პირველის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. კოალიცია მიიჩნევს, რომ წერილის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში იგი წარმოადგენს მედიის საქმიანობაში ჩარევას და სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობას. აღნიშნული საქმე განსაკუთრებულ ყურადღებას იმის გამოც იმსახურებს, რომ ამ წერილის ადრესატის მიერ ავტორად ქვეყნის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი სახელდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტევ-პირველის სახელი ჩნდება სხვადასხვა ტიპის გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეებში, სადაც ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ჩანს. კვლევები დასტურდება, რომ ეს არხი მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, როგორც ამ მაუწყებელმა, ისე ყველა სხვა მედია საშუალება მიცოდეს, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა დაცულია კანონით. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდათ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება, რომ ისინი არ გახდებიან ინსტრუმენტი სხვადასხვა
სხვადასხვა პირთა ინტერესების სასარგებლოდ. ამისთვის კი აუცილებელია თითოეული ასეთი შემთხვევა გამოძიებული იყოს გამჭვირვალედ. არ შეიძლება ჩვენ მუდმივად გქონდეს აი ესეთი არამდგრადი სიტუაცია, როდესაც ჟურნალისტებმა არ იციან, ვისი ვაჭრობის საგანი ხდებიან ისინი, ვისი ინტერესები, სადღაც სხვაგან როდესაც წყდება მათი ბედი და ის თუ რას გააშუქებენ ისინი, ეს ცხადია გვაძლევს ჩვენ ძალიან არაჯანსაღ გარემოს. ეს ეხებოდა არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდს, მნიშვნელოვანია რომ არის პირდაპირ მინიშნება და ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ ფაქტობრივად იმ მედია საშუალებებთან გაკეთებული განცხადება საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად აძლიერებს ერთს რომ ის რაზეც ამ წერილშია საუბრისათლოა კავშირში იყოს რეალობასთან უფრო. TV პირველი ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზია, სადაც ისმის დამოუკიდებელი ხმა, შესაბამისად ხელისუფლებას აქვს იმის ცდუნება და ინტერესი რომ დაიქვემდებაროს ტელევიზია და შესაბამისად ახდენს ამაზე რაღაც გარკვეულ ზემოქმედებას. ერთმანეთის მსგავსი მესიჯბოქსით ხელისუფლებას წერილის კომიკურად წარმოჩენა სურს. ასე ფიქრობს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი. მისივე შეფასებით TV პირველის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილი ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების დაკარგვის შიშის მანიშნებელია. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ოცნების მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებაა. მიზნის მიღწევის გზა კი მედია სივრცის გაკონტროლებაზე გადის. თუ ყველაფერს გააკონტროლებს მედიას ხელში აიღებს, ნუ ძალოვანები მისია, ნაწილს იყიდის, ნაწილს დააშინებს, ნაწილს დახურავს, გააუქმებს, ის შეინარჩუნებს ხელისუფლებას. ეს ილუზია აქვს დღეს მას, ეს არის ძალიან სასაცილო ილუზია და ეს არის ძალიან არარეალური. აი ამ ტრენდში ხართ თქვენც და ალბათ მოხვდებით ჩვენც და ყველა, ვინც ივანიშვილს არ ექვემდებარება. შემდგომი წელიწად ნახევარი იქნება ტოტალური კონტროლის დამკვიდრების მცდელობის პერიოდი და მე ვფიქრობ, რომ ეს არ გამოუვა ივანიშვილს. მალე შეიძლება მართლა ენკი-ბენკის გაკონტროლებაც კი მოინდომონ, იმდენად ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. სკანდალური წერილი, რომ უტყუარია, ამას მედიის განვითარების ფონდში ქართული ოცნების ქმედებებით ხსნიან. თამარ კინწურაშვილს მაგალითად რუსთავიორის საქმე და სამი მედია საშუალების ერთ ჰოლდინგში მოქცევა მოჰყავს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მართველი გუნდი წინამორბედისგან მხოლოდ მიზნის განხორციელების ფორმით განსხვავდება. წერილებით გააკონტროლოს მეოთხე ხელისუფლება. რითაც თავს იწონებდნენ, რომ ჩვენ ისინი განსხვავდებოდნენ წინა ხელისუფლებისგან, თავის მოსაწონებელი არ ექნებათ, იმიტომ რომ უკვე შეინიშნება ტენდენცია ამ რეიტინგების გაუარესების, რაც უფრო მეტად უჭირს ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნება, მით უფრო იზრდება წნეხი კრიტიკულ აზრზე. ცდილობენ, რომ გაბაიბურონ სურათი და რაღაცა კომიკურობამდე დაიყვანონ იმის გამო, რომ თქვათ მოხდა მედია საშუალება, რომელიც თქვათ არ არის ინფორმაციაზე ორიენტირებული და თქვათ ყველასთვის აუდიტორიისთვისაც ცოტა კომიკურად გამოიყენებოდა რა შუაში იყო არტერია, უბრალოდ არტერიას უფრო პირდაპირი კავშირი აქვს TBC ბანკთან. ადამიანის უფლებათა სწავლების ცენტრში მიიჩნევენ, რომ TBC ბანკის საქმე და სკანდალური წერილი პროკურატურის ტესტია, სადაც საგამოძიებო უწყებამ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მაღალი პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს. თუმცა ორგანიზაციაში გამოძიების მიმართ ნდობა არ აქვს და ფიქრობენ, რომ პროკურატურა საქმის მიჩქმალვას ცდილობს. სამწუხაროდ, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, არის ერთგვარი მცდელობა, რომ ძალიან მარტივად ეს ტვირთი ჩამოიხსნას პროკურატურამ მხრებიდან და გვითხრას, რომ ის დამატებით ვერაფერს ვერ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მას აქვს და ყავს მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები ამ საქმეში, რომელთა დამატებითი გამოკითხვაც გარკვეულ გზას გაუხსნიდა პროკურატურას უკვე ახალ ინფორმაციაზე გასასვლელად. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მართლმსაჯულების სექტორი, განსაკუთრებით პროკურატურა არ აჩვენებს მზაობას, რომ საკმარისი რეაგირება ამ ფაქტებზე მოახდინოს. ხელისუფლება მედიის კონტროლში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. მესამე სექტორი კი პროკურატურას მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღებით გამოიძიოს მედია საშუალებებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტები და გამოძიება მაქსიმალურად მოკლე ვადებში ეფექტიანად წარმართოს. იმგვარად, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. სკანდალური წერილის მეორე პუნქტი მითითებული დავალება და მამუკა ხაზრაძის მიერ 2 ნოემბერს შესრულებული პასუხი. ის რაზეც ხელისუფლებაში ეჭვობენ გასაჯაროებული გზავნილის მეორე პუნქტის ნამდვილობაში იურისტები და პოლიტიკოსების ნაწილი დარწმუნებულია. საუბარია ნაციონალური მოძრაობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე, რომელიც მამუკა ხაზრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა. TBC-ის დამფუძნებელი წერდა, რომ ქვეყანა რევანშის საფრთხის წინაშე დგას და საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება. წერილის ნამდვილობის კიდევ ერთი
დადასტურება პოლიტიკოსებისათვის ომეგა ჯგუფის საქმეა. საზაო ქუაშულმა ასევე არჩევნებამდე 2 დღით ადრე ტელეპიროლის ეთერში თქვა, რომ წერილი მაღალ ჩინოსნების მხრიდან მიუღია. იურისტებიც და პოლიტიკოსებიც პროკურატურას მოუწოდებენ არა წერილის ვიზუალით, არამედ შინაარსით დაინტერესდნენ და გამოძიების ობიექტურად წარმართვისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოიკითხოს. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული სკანდალური წერილის ნამდვილობაში სახელისუფლებო გუნდის გარდა ყველა დარწმუნებულია. იურისტებიც და ოპოზიციაც ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ არ დაინტერესდა შალვა თადუმაძის უწყება წერილის შინაარსით მაშინ, როდესაც მოთხოვნების მეორე პუნქტი მამუკა ხაზარაძეს უკვე შესრულებული აქვს. მინიმუმ ეს წერილი ატარებს გარკვეული იძულების ნიშნებს და თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას და თანხwebdrას, რომ სწორედ მეორე ტურის წინ მოხდა შესაბამისი ოპოზიციის საწინააღმდეგო განცხადების გაკეთება მამუკა ხაზარაძის მიერ და ეს ყველაფერი იძლევა იმის სურათს მაღალი ალბათობით დადასტურების, რომ და რწმენის უпростоრად, რომ შესაძლოა ნამდვილად ადგილი ქონოდა ადგილი ამგვარი წერილის დაწერას. განცხადება, რომელზეც იურისტი დავით ჯანდიერი საუბრობს, TBC ბანკის დამფუძნებელმა არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე 2 ნოემბერს გაავრცელა. გიორგი გახარიას წერილის მიხედვით მამუკა ხაზარაძეს უნდა ეთქვა, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია. სწორედ სიტყვა რევანში ახსენა ხაზარაძემ განცხადებაში, რომლითაც მოთხოვნების მეორე პუნქტი შეასრულა. მინდა უპასუხო ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებას, რომელიც შეიცავს მოწოდებას კერძო ქონების ჩამორთმევა ექსპროპრიაციისკენ და ასევე განცხადებას ანაკლის სპორტთან დაკავშირებით. სრულიად მიუღებელია ქონების წართმევის მუქარა, ხოლო რაც შეეხება ანაკლის სპორტის პროექტს, მისი ასაშენებელი ტერიტორია, სადაც აქამდე ჭაობი იყო, ჩვენთვის უფასოდ არავის უჩუქებია. კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის სურვილია დასრულდეთ ქვეყნის ორ ბანაკად გაყოფა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ყოფილვარ დარტყმის ობიექტი, სამაგიეროს გადახდაზე არასოდეს ფიქრია და დღეს ერთხელ და სამუდამოდ უთხრათ არაშურნოს ქვეყანას. წერილის ნამდვილობას ოპოზიციისთვის კიდევ ერთი დეტალი ადასტურებს ტელეკომპანია იმედის საგანგებო რეჟიმზე გადასვლა. იმედის განცხადებისა და ხაზარაძის მიერ შესრულებული მეორე პუნქტის გარდა წერილი, რომ რეალურია ივანიშვილის ყოფილ თანაგუნდელს სწორედ ქართული ოცნების ლიდერის ხელწერა არწმუნებს. ხელწერა დაცულია. მამუკა ხაზარაძის წერილამდე მე უამრავი მსგავსი შემთხვევის თაობაზე მსმენია. ეს ჯდება ქართული ოცნების პოლიტიკაში, ქართული ოცნების მეთოდოლოგიაში, როგორ მოყავთ ჭკუაზე გზასაცდენილი ხალხი. ის რომ მამუკა ხაზარაძე ერთადერთი ბიზნესმენი არ არის, რომელმაც ხელისუფლებისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, ამას ომეგა ჯგუფის სკანდალიც ადასტურებს. ხაზარაძეზე ადრე წერილზე საუბარი ზაზა ოქუაშულმა დაიწყო, რომელმაც ვახოსანაიას ტოქ-შოუ ხალხის პოლიტიკაში თქვა, რომ მაღალ ჩინოსნებმა წერილების გაგზავნა დაიწყეს. სტილი შეცვლილია. ზიან და წერენ, მაგრამ წერენ, ხმას არ იღებენ, დამუჯდნენ. მაგრამ თუ ორი ადამიანი 3-4 ზის ერთად და წერს წერილობით. ისინი არ არიან არც ხრუები და არც ბრმები. არა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ლაპარაკობენ. ანუ თქვენთან დაწერილი ტექსტით მოვიდნენ ბატონო ზაზა. დაწერილი ტექსტით დადიან, დაწერილი ლეპტოპებით და დაწერილი წერილებს წერენ. რა ფორმით მიდიოდა გზავნილი ადრესატამდე ეს დღეს ომეგა ჯგუფის კიდევ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ გაიხსენა. ერთობა ცხადია შუამავლების მეშვეობით აეწყო წერილობით ფორმაზე, ანუ ლეპტოპში იყო გარკვეული ტექსტები და შუამავლებსაც ასე უჩუმრად უნდა დაეწერათ და ეს დაწერილი მერე ხან ტელეფონით და ხან ისევ ლეპტოპით გადაიგზავნებოდა. სწორედ ომეგა ჯგუფისა და TBC ბანკის სკანდალის გამო ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესზე მუქარი სტრატეგია შეცვალა. უქუაშულმა სადაც გამოიჭირა ეს ოცნების მაღალჩინოსნები ყველგან ჩაწერა. ანუ 4 თითიო ხან იქ რაღაცა იქიდან კამერა, აქედან კამერა, აუდიო, ვიდეო, როგორ ჩანს. ცოტა ჭკუა ისწავლეს
აუდიო და ვიზუალური მასალა თავის წინააღმდეგ ვერ შექმნეს და არ შეაქმნებიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ წერილობითი მასალა მათ წინააღმდეგ არსებობს. მიუხედავად არაერთი არგუმენტისა თუ მტკიცებულებისა, მთავარმა პროკურატურამ საქმის გამოძიებაზე უარი თქვა. შალვა თადუმაძის უწყება წერილი შინაარსზე მეტად მისი ვიზუალი დაინტერესდა და რადგან მუქარის შემცველ დოკუმენტს, რომელიც გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძის გაუგზავნა, არც ხელმოწერა აქვს და არც თარიღი პროკურატურას საქმეს ვერ იძიებს. შექმნილი ვითარების მძევლები რატომ დუმს და ეშინია თუ არა ქართულ ბიზნესს სახელისუფლებაზე წოლის. მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადებიდან 4 დღის შემდეგ ამ დრომდე TBC-ის დამფუძნებელს სოლიდარობა და მხარდაჭერა ბიზნეს წრეებიდან არ მიუღია. მაგალითად, ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ TBC ჯგუფის ირგვლივ ყველას ჰქონდა აზრის გამოხატვის სურვილი, თუმცა პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა ბიზნესმენებს სურვილი დაუკარგეს, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. ის, რომ ქართულ ოცნებას ბიზნესის სრულ კონტროლში ჰყავს, ამაზე ოპოზიცია ღიად საუბრობს. მართველი გუნდი კი ტრადიციულად ამბობს, რომ ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს. სიგნალი გაგზავნილია, ბიზნესმენები ჭკვიანი ხალხია და ამიტომ ხედავენ, რომ სიგნალი არის, რომ თქვენც იგივე მოგელით თუ ჩვენ საწინააღმდეგოდ რაღაცას გააკეთებთ, თუ პოლიტიკურად ჩვენ მხარეს არ იქნებით. სიგნალი გაგზავნილია და ბიზნესმენები დუმილის უფლებას იღენებენ. გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ ბიზნეს სექტორის დუმილი TBC-ის სკანდალურ საქმეზე საეჭვია. ფინანსისტის თქმით, მამუკა ხაზარაძეს ახლა ყველაზე მეტად მისი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდება, რადგან საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ამ დრომდე ხელისუფლების ტერორშია. ბიზნესმა ახლა გაერთიანებული ფრონტით უნდა აჩვენოს თავის სიძლიერე. რითი აიხსნება ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმით, რომ ბიზნესი შეშინებულია. მე ადრე ვხედავდი ნიშნებს იმის, რომ ბიზნესი საკმაოდ შეშინებულია ამ სიტუაციაში, მაგრამ ახლა უკვე ვხედავთ დამამტკიცებელ სამხილებს ამის ყველაფრის, რომ რა თქმა უნდა ბიზნესისგან ისე და ისე ითხოვენ და მოელოდებიან, რომ მხოლოდ ერთი პოლიტიკური მხარე დაიჭიროს. შექმნილი ვითარების მძევლები თუ შიში, რატომ დუმს ბიზნესი? დღეს ამ კითხვაზე საუბარი მამუკა ხაზარაძის კოლეგებმა არ ისურვეს. არდა TBC-ის დამფუძნებელმა მუქარის შემცველი შინაარსის წერილი პირველად სწორედ ბიზნესს გაცნო და უთხრა, რომ მას ხელისუფლება ებრძვის. ხაზარაძემ წერილი ბიზნესმენებს იანვრის თვეში გამართულ შეხვედრაზე აჩვენა, თუმცა არც ერთი მათგანი საჯაროდ ამ დრომდე არ გამოდის და ხაზარაძეს სოლიდარობას არ უცხადებს. პოლიტიკური განცხადებები არ გავაკეთოთ. გეგონება რაღაცა კეთროვანობაა ეს პოლიტიკა და თუ შეეხე შენ ცუდი ხარ უცებ. აქ საუბარი იმაზეა, რომ თავისი პოზიცია თავისი ადგილიდან თქვენ ამ ადამიანებს არავინ არ თხოვს იმათ, რომ მინისტრები გახდნენ, დეპუტატები და მერე ილაპარაკეთ. რთულია მოთხოვო გმირობა ასე ვთქვათ ადამიანებს, რომლებიც მძევლები არიან გარკვეულწილად შექმნილი კონიუნქტურის და სისტემის. იმ ბიზნესებისთვისაც კი, რომლებსაც არანაირი ვალდებულება არ აქვს ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული შიში, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში არანაირი სამართლებრივი სისტემა არ ფუნქციონირებს, არანაირი ინსტიტუტები არ არიან და ნებისმიერ ვთქვათ ქმედებას ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მოყვეს რეპრესიები მათ მიმართ. ის რომ ქართულ ოცნებას ბიზნესის სრულ კონტროლში ყავს, ამაზე საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტიც საუბრობს. ფადიასლის თქმით, ბიზნესი იმ ბრძანებას ასრულებს, რასაც ბიძინა ივანიშვილი გასცემს. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, ბიზნეს სექტორის საქმიანობა უკან და უკან მიდის. არ არის გასაკვირი გახარიას მოთხოვნები, რომ შეიცვალოს TV პირველის პოლიტიკა. ეს დიქტატურის მახასიათებელია და არ უნდა გაგვიკვირდეს. მე 2012 წელს მხარი დაუჭირე ქართულ ოცნებას, რადგან ჯეროდა რომ გაგვათავისუფლებდა ოცნება ძველი დიქტატურისგან, მაგრამ როგორც ჩანს, დიქტატურა საქართველოს ბედია. მაფიოზური კლანური მმართველობა, სადაც დონ კორლეონე ბიძინა ივანიშვილია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ახლა ბიზნესი ხმას არ აიმაღლებს, შესაძლოა შემდეგი სწორედ ისინი იყვნენ. მართველი გუნდის პასუხი ტრადიციულია, ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს. ბიზნესი დუმს იმ ზოგადი ატმოსფეროდან გამომდინარე, რომელიც აქვს შექმნილი ივანიშვილის ქვეყანაში. ეს არის მაფიოზური კლანური მმართველობა, სადაც ის არის როგორც კორლეონე, რომელიც მართავს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ბიზნესმენებს აქვს განცდა, რომ შეიძლება ისინი აღმოჩნდნენ მსხვერპლი და ამ სიტუაციაში ამჯობინებენ დუმილს ნაცვლად სოლიდარობის. ჩემი ეს შეცდომაა. ვინაიდან დღეს თუ არ ამოიღებ ხმას, მაშინ როდესაც მიადგნენ ხაზარაძეს და გუშინ არ ამოგიღია ხმა, როცა მიადგნენ სხვას, ხვალ შენ მოგადგებიან. როდესაც ამას უბედავენ ხაზარაძის ჟაფარიძეს, რომელსაც საკმაოდ დიდი პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი აქვს.
ამათი შემხედვარი ყველა ფიქრობს ჩვენ ვინა ვართ ჩვენ ხომ გადაგვივლიან გაგვსტრესებ არა საუბრობენ ადამიანები ვინც ფეხქვეშ ამოვიდეს ბიზნესი საერთოდ და ართავდნენ თავისი კორპორატიული ინტერესებიდან გამომდინარე ბიზნესმენებიც არ არიან არ ღრმები და არც ის ხალხი ვინც ანალიზი არ შეიძლება გააკეთოს ამ ვითარებიდან გამომდინარე მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერისკენ ბიზნესმენებს საგანგებო განცხადებით მოუწოდა გირჩმა. გირჩის მიმართვაში პირდაპირ წერია, რომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საბჭოთა ცეხავეკის ფსიქოლოგია აქვთ. პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ ბიზნესმენების დუმილი უთხარი დადასტურება იმისა, რომ მათი კაპიტალი სახელმწიფოსთან გარიგების გზით დაგროვდა. ეს ხალხი არიან სამარცხვინოები ჩემი აზრით, ეხლა არიან გასუსულები, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ მათ ჩვეულებრივ ბიზნეს ურთიერთობებს წლების განმავლობაში როგორც კიბისისთანაც ისე წერეთელთანაც ხმას არ იღებს, ვითომაც არაფერი არ ხდება, სადღაც არიან ჩიქში შემალულები. თემურ ჭყონია დღეს ერთადერთი ბიზნესმენი იყო, რომელიც მედიის კითხვებს არ გაიქცა და იმ ბრალდებებს უპასუხა, რომელიც ბიზნეს სექტორის მისამართით არსებობს. BMG-სთან თემურ ჭყონიამ თქვა, რომ ბიზნესი ჩუმად არ არის და მან ზუსტად იცის, როდის რა უნდა თქვას. Coca-Cola ბოთლერს ჯორჯიას პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიზნესი ფიქრობს, მსჯელობს და ელოდება. TBC ჯგუფის ირგვლივ ყველას ჰქონდა აზრის გამოხატვის სურვილი, თუმცა პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა ბიზნესმენებს დაუკარგეს სურვილი, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში. ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არა ვართ ისეთი ტიპები, რომლებიც ემოციებს აყვებიან და ერთ დაძახებაზე გავარდებიან ქუჩაში დროშებით. ბიზნესი არის საზოგადოება, რომელიც ქვეყნის დოვლათს ქმნის და ამ დოვლათით არსებობს ის ხალხი, ვინც აკრიტიკებს და ბიზნესს მშიშრებს ეძახის. ეს არაა სწორი. ბიზნესმენებს სურთ თავიანთი აზრის დაფიქსირება, მაგრამ ამ ტიპის მესიჯებმა, რაც ბოლო დღეებში წამოვიდა, მათ ყოველგვარი სურვილი დააკარგვინა. ამათ რომ ხმა ამოიღეს, ხო კრამიტები დაამტვრიეს. რა უფლება აქვთ, ვინ არიან? რას წარმოადგენენ? რა სამუშაო ადგილებს ქმნიან? რაში გამოიხატება შიში? ან საერთოდ რა შუაშია შიში? ბიზნესი ფიქრობს, მსჯელობს და ელოდება. იქნება თუ არა მამუკა ხაზარაძის მიმართ სოლიდარული ქართული ბიზნესი უცნობია. TBC-ის დამფუძნებლები კოლეგებისგან მხარდაჭერას ელოდებიან. გზაწერილიდან საბრალდებო სკამამდე წერილის შინაარსის საგანგაშო სიგნალებზე საუბრობენ ოცნებიდან წასულები და ოპოზიციის წარმომადგენლები. დაინტერესდება თუ არა პარლამენტი TBC ბანკის დამფუძნებლის მიმართ შესაძლო მუხარის საკითხით. ევროპული საქართველოს საგამოძიებო კომისიის შექმნას ნაციონალური მოძრაობა კი გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ხედავს პარლამენტის თავმჯდომარე. ხელისუფლების დამოკიდებულება TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით პრაქტიკულად ერთნაირია მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ TBC-ის დამფუძნებლებს სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადააქვთ, რაც მთავრობის შეფასებით არასწორია. ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მუხარის შემცველ წერილს არ გააგზავნიდა. მთავრობის მეთაური კი კითხვებს უკომენტაროდ ტოვებს. გიორგი გახარიაძე მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მედიასთან პირველად გამოჩნდა, თუმცა მამუკა ბახტაძემ საკუთარი მთავრობის ვიცე-პრემიერთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს თავი აარიდა. რომ გითხოთ პრემიერისგან განსხვავებით ტევ-პირველის კითხვას ინფრასტრუქტურის მინისტრმა და რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა უპასუხეს. მმართველი პარტიის პოლიცსაბჭოს წევრები, როგორც მოსალოდნელი იყო, გახარიასთან დაკავშირებით საერთო სახელისუფლებო მესიჯ ბოქსში ჩასდნენ მაია ცქიტიშვილისთვის და სოზარ სუბარისთვის. სავარაუდოდ გახარიას წერილი ფარატინა ბურცელია. თქვენ გიპასუხებთ ეჭვებს ეს წერილი. მე გიპასუხებთ, ჩემთვის არ იწვევს ჩემთვის ეჭვს წერილის არსებობა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ხაღალდი ამ შემთხვევაში ფურცელი სამწუხაროდ ჩემთვის წერილს არ წარმოადგენს. ნებისმიერ კომპიუტერზე ამობეჭდავ რაღაც წერილს, როგორ შეიძლება ავთენტური იყოს რაღაც ფარატინა ხაღალდი. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის გამონაკლისი აღმოჩნდა. თქვა, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად ყველა გზას მიესალმება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ემხრობა თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას. მე მგონია, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება ამ საკითხის დასრულება და ამ პრობლემატიური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის. ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას. მათ შორის საგამოძიებთან დაკავშირებით უნდა გიხოთ ბატონო გიორგი წერილს თუ დაეცანით და იქ იყო ესეთი რამე, რომ პირველი უნდა გადავიდეს ქობულიასგან და მმართველი გუნდისგან განსხვავებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერენ გახარიას ყოფილი თანაგუნდელები.
მე არ შევხედავდი ესე იუმორით ამ წერილს და ამ განცხადებებს, თლიან კონტექსტს თუ შევხედავთ და არა ფრაგმენტულად ამ ბრალდებებს, მე მგონია რომ საჭიროა პარლამენტი დაინტერესდეს, დაიწყოს შესწავლა. პროკურატურა უნდა შეყოლოდა ამ საქმეს, რადგან პროკურატურა არ აკეთებს ამ საქმეს და ერთი მხარე არ სურს და მეორე მხარე ამტკიცებს, რომ ასეთი წერილი არსებობდა, მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ამ შემთხვევაში თავის როლი შეუძლია შეასრულოს პარლამენტმა. საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში ევროპული საქართველო ითხოვს იმ ფონზე, რომ წერილის წარმომავლობის დასადგენად პროკურატურა გამოძიების დაწყებას არ აპირებს, სიმართლის დადგენის ერთადერთ გზად საპარლამენტო უმცირესობას სწორედ საგამოძიებო კომისიის შექმნა მიაჩნია. ნამდვილად გულობყვილობა იქნება, რომ ამ სიტუაციაში გქონდეს ჩვენ პროკურატურის იმედი, მით უმეტეს შეუძლებელია გამოძიება, როდესაც ჩვენ საუბრობთ შინაგან საქმეთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ივანიშვილის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებზე, მათ შორის იმ წერილზე, რომელიც რა თქმა უნდა ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ივანიშვილის ხელწერა, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად, ამის ერთადერთ შესაძლებლობად ჩვენ მოგვაჩნია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. უფრო რადიკალური მოთხოვნა აქვს ნაციონალურ მოძრაობას და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ისინი საქმის გამოძიების დასრულებამდე გიორგი გახარიას გადადგომას ან უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. ამ მოვლენის მთავარი, ასე ვთქვათ, აქტიორები პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სასწრაფოდ უნდა გადადგნენ და უნდა დატოვონ თავიანთი პოსტები. მიშა სააკაშვილმა გირგლიანის საქმეზე ფორმალურად დათა ახალაია და სიგა სანოძე ხო გაუშვა სამსახურიდან. ბუნებრივია, თუნდაც ფორმალურად ეს დასაცავია ამჟამადაც. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული წერილის გახარიასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ისინი უკვე მეორე დღეა მინისტრების მსგავსად საერთო მესიჯ ბოქსით საუბრობენ. ფარატინა ფურცელი ოცნებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა სამართლებრივი საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობაა. მივცემთ პოლიტიკურ დატვირთვას იმ საგეს, რომელიც უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში განხილული. საგამოძიებო კომისიაც არის უბრალოდ ამის მცდელობა. ანუ რადგან ფარატინა ფურცელია, რომელიც შეიძლება თქვენ დაბეჭდოთ ახლა მოიტანოთ, უცებ მინისტრის უფლებამოსილების შეჩერებას დავიწყოთ ლაპარაკი, კიდევ უფრო არასერიოზულია ეს ყველა. საქმე რომ ობიექტურად გამოძიებულიყო, შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრალეულობა გამოკვეთილიყო, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. საერთაშორისო გამჭვირვალობის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ პროკურატურის უარი წერილზე გამოძიება დაიწყოს, უფრო ამძაფრებს ეჭვებს, რომ წერილთან გახარიას უშუალო კავშირი აქვს. გონია რომ ეს საქმე საერთოდ ჩაიფარცხება. მე არ მაქვს იმედი, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები ძალიან ეფექტურები იქნებიან ამ ყველაფერში. ცხადია, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა მინისტრი. პროკურატურამ სკანდალური წერილის შესახებ გამოძიებაზე უარი განაცხადა. უარს აცხადებს უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე. გახარია კი არც უფლებამოსილების შეჩერებას და მით უმეტეს გადადგომას არ აპირებს. საზოგადოებაში კი წერილთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ რჩება. რა ფუნქციები ჰქონდა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს და ახსოვდა თუ არა TBC ბანკის 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი გიორგი ქადაგიძეს. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტთან კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ. გამოკითხვის შემდეგ გიორგი ქადაგიძის თქმით, პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. მოგვიანებით ქადაგიძემ სოციალურ ქსელში ამბის მეტი სიცხადისთვის დღევანდელი დაკითხვიდან ამონარიდები გამოაქვეყნა. მოწმის პასუხებით უკმაყოფილოა პროკურორი და გიორგი ქადაგიძეს ინფორმაციების სიმწირე დაუწუნა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მაგისტრ მოსამართლესთან საკუთარ უფლებებს დღეს თავად იცავდა. გიორგი ქადაგიძე პირველ ინსტანციაში ადვოკატის გარეშე მივიდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის გამოკითხვა ჯერ კიდევ არაოფიციალურად კვირას მედიით დაანონსდა. პროკურატურიდან მიღებული უწყების შემდეგ ქადაგიძეს საკუთარი სურვილის შესაბამისად არა მთავარ საგამოძიებო უწყებაში, არამედ საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა, სადაც ადვოკატების გარეშე მივიდა. გამოკითხვის დაწყებამდე საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა აღნიშნა, რომ TBC-ის საქმე კონკრეტული ბიზნეს ჯგუფის ან ადამიანების არეალს გასდა და დიდი საჯარო ინტერესის გახდა. სწორედ ამიტომ ქადაგიძესთვის 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე მიმდინარე პროცესები ბუნდოვანია. ერთ წლის წინანდელი
21 წლისამდელი თუ შარშანდელი არის, რა ხდება ამ მთელი ამ ტრანზაქციების ირგვლივ, არის ბუნდოვნებით მოცული განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც დამფუძნებელი პარტნიორები აკეთებენ განცხადებას, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს ორკესტრირებულ პოლიტიკურ შეტევას, ხომ ამაზე არის საუბარი. ამიტომ ამ კონტექსტში და ამ პრიზმაში კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავსვარო, საკითხი არის გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო საჯარო, ვიდრე რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია განხორციელებული პროცედურების დარღვევით თუ პროცედურების დაცვით. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ქადაგიძის გამოკითხვა დაახლოებით 1 საათი გაგრძელდა. გამოკითხვიდან გამოსული ქადაგიძე ამბობს, რომ მას მხოლოდ 2 კითხვაზე მოუწია პასუხების გაცემა. პირველი, რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს და მეორე, ახსოვდა თუ არა ქადაგიძეს 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი. 2008 წლის 2 სექტემბერს 3 კვირის შემდეგ საქართველოს ოკუპაციის ჩვენი მთავარი მიზანი იყო ფინანსური სექტორის გადარჩენა, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საომარი მდგომარეობის დროს პანიკის თავიდან აცილება, მიუხედავად იმისა, ესა თუ ის ფაქტი და ესა თუ ის მოთხოვნა რა ხანდაზმულობისა და რა ვადის არის, ცხადია სრულად ვაგებ პასუხს, სრულად ვიღებ პასუხისგებლობას ყველა საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის ან საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ იქნა განხორციელებული ჩვენი მმართველობის პერიოდში. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნებს ვერ ხედავს. საქმის მასშტაბურობიდან გამომდინარე კი ყველა დეტალის გასაჯაროების მომხრეა და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მიესალმება. თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან რთულად დასანახია. ძალიან სერიოზული ბრალდებები და განცხადებები გაკეთა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ქვეყნის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან. ამ კითხვებზე პასუხების გაცემა პირველ რიგში უნდა შედიოდეს ხელისუფლების და პროკურატურის ინტერესებში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური საჯაროობა და მე კიდევ ერთხელ ორი ხელით ხარს უჭერ საგამოძიებო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. გამოკითხვიდან გამოსულმა სახელმწიფო ბრალდებამ თქვა, რომ 2 დასმული კითხვიდან ქადაგიძემ ვერც ერთს გასცა პასუხი. ამის შემდეგ არჩილ ტყეშელაშვილმა მედიის დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა. არც ის გვითხრა დაიბარებენ თუ არა გიორგი ქადაგიძეს გამოკითხვაზე ხელმეორედ. გიორგი ქადაგიძე ფაქტიურად გამოძიების შეკითხვებს ვერ გასცა პასუხები. გიორგი ქადაგიძე 2008 წელს იყო საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი. აღნიშნულ პერიოდში ამ სააგენტოს აქვს ჩატარებული TBC ბანკის შემოწმება და გიორგი ქადაგიძე როგორც ხელმძღვანელი იყო ამ პერიოდში ამ სააგენტოში. შესაბამისად, ვინაიდან ჩატარებული არის შემოწმება, ჩვენ გაგვაჩნდა შეკითხვების შემოწმების პროცესთან დაკავშირებით, შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით და როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მას არ ახსოვს არც შემოწმების პროცესი და არც შემოწმების შედეგები. დღის ბოლოს გიორგი ქადაგიძემ Facebook სტატუსიდან გაგვაგებინა რა კონკრეტული კითხვები ჰქონდა პროკურორს მასთან. ამონარიდი გამოკითხვიდან თადუმაძის უწყების მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას უარყოფს, რისი მიხედვითაც ქადაგიძემ პასუხების გაცემისგან თავი შეიკავა. გიორგი ქადაგიძე 2007-8 წლებში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა TBC ბანკის მიერ იმ 17 მილიონის მოცულობის ტრანზაქცია, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა საეჭვოდ ჩათვალა და რეაგირებისთვის ეროვნულ ბანკსა და პროკურატურას მიმართა. ხმაურიან საქმეზე გამოკითხვები ისევ გრძელდება. მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ქადაგიძის შემდეგ პროკურორების კითხვებს სავარაუდოდ ახლა TBC-ის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, TBC დაზღვევის გენერალური დირექტორი პაატა ხაძაძე და ეროვნული ბანკის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი დავით ამაღლობელი უპასუხებენ. ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ რეაქციაში ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენთან ფარული გარიგების კიდევ ერთ შემთხვევაზე ისაუბრა. მან გადაცემაში დაასახელა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც პროკურატურასა და მთავრობაში იყვნენ და არიან. ისინი ბიზნესმენებთან საქმებს აგვარებენ. მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პრემიერ-მინისტრების ცვლილების დროს ეს ადამიანები იცვლებოდნენ. ხელისუფლებას ბიზნესმენებთან აქვს,
ასეთი ურთიერთობები? არაფორმალური ურთიერთობები აქ და ვადასტურებ ნამდვილად. თქვენთან ქონიათ? ჩემთანაც ქონიათ კი. ხშირად ისმის ხოლმე, რომ პროკურატურა გამოდის და ამბობს, რომ აი ჩვენ დაუბრუნეთ ამ და ამ თანხის ქონება, ვიღაცას დაუბრუნეთ ყავგასული მანქანები. ამ ადამიანებთან ასე ვთქვათ, ალაგებენ ამ სიტუაციას, რომ ამ ადამიანს არასოდეს აღარ ექნება არაფერზე პრეტენზია და მადლობელსაც კი ხდიან, რომ მან რაღაცა უკან დაიბრუნა ქონება. ეს ხელშეკრულება მეც მაქვს დაბრუნების ჩემ ქონებაზე, ერთ მხარეს აწეს პრემიერ-მინისტრი, მეორე მხარეს ჩვენი მხარე, ასე ვთქვათ. მაგრამ ვინდა რა უშლის ამას ხელს? ნება და მითითება. პროკურატორში არსებობდა ნაცვლიშვილი ესეთი, ვინც აგვარებდა ამ საქმეებს, ლაშა ნაცვლიშვილი. მეორე პრემიერების შემთხვევაში კანცელარიაში იჯდა კიდევ ესეთი ჯგუფი. ვინ? ძმები ჩხენკელები. შემდეგ იყო ფარცხალაძე ისე პროკურატურაში. კვირიკაშვილის დროს ამას ახლა ვინ არის ბატონო დავით, ეგეც მითხარი. ეხლაც არიან კი, ეს ჯგუფი არიან ახლონაცავები. ანუ ეხლა ბიძინა ივანიშვილის ნათესავები აგვარებენ ამას. მე რომ მითხრან აი ამ ადამიანებიდან დავადასო, უბრალოდ ბოლოსთან არ მქონია მე კომუნიკაცია და მე კიდე გეუბნებით გამიჭირდება ამის დადასტურება, თუმცა კიდე გეუბნებით ეს ბევრმა იცის და ბევრსაც ქონია ურთიერთობები. რატომ სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის კომპანია განსაკუთრებული პრივილეგიებით? ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა უწყების მხრიდან სადაზღვევო კომპანია ქართუმ დაახლოებით 2.300.000 ლარის ოდენობით თანხა მიიღო. კომპანია ყურადღებას იმითაც იქცევს, რომ მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილია. კომპანიამ ტენდერში პირველად 2014 წელს გაიმარჯვა და ბოლო 4 წელიწადში თითქმის 156 ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობს, 2001 წელს დაფუძნდა და მოგება მას შემდეგ გაეზარდა, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა. სადაზღვევო კომპანია ქართლის შესახებ ბევრი არაფერი იძებნება. კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, ისიც მხოლოდ ჭავჭავაძის 39 ნომერში, იქ სადაც ბანკი ქართულ მდებარეობს. სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეც სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბანკი ფლობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფაქტი პოლიტიკური კორუფციის ნათელი დადასტურება, რომლითაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართალდამცველები დაინტერესდებოდნენ. 2014 წლიდან დღემდე სხვადასხვა უწყების მხრიდან სადაზღვევო კომპანია ქართუმ დაახლოებით 2.300.000 ლარის ოდენობის თანხა მიიღო. კომპანია ყურადღებას იმით იქცევს, რომ მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი არჩილ მამაცაშვილია. კომპანიამ ტენდერში პირველად 2014 წელს გაიმარჯვა და ბოლო 4 წელიწადში თითქმის 156 ხელშეკრულება გააფორმა. ამ კომპანიამ 2014 წლის შემდეგ 2.300.000 ლარზე მეტის 156 ხელშეკრულება მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ამ კომპანია შეექმნა სათათბურე პირობები და ყველა ის კომპანია, რომელიც აი ამ სფეროში არის, ერიდება მასთან კონკურენციაში შესვლა. არჩილ მამაცაშვილის კომპანიის ტენდერები ორგანიზაცია მედიატორმა შეისწავლა. ირკვევა, რომ ტენდერებში ხშირ შემთხვევაში კომპანია ქართულ იმარჯვებს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სხვა კომპანიები კონკურენციაში შესვლას ერიდებიან. ვინაიდან წინასწარ იციან, რომ მათი ბედი განუწყვეტია. როდესაც გადავხედავთ ამ ტენდერებს, ნახავთ, რომ იქ ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მონაწილე არის, გულისხმობს დაზღვევის კომპანიას ქართულს, რაც აჩენს იმის საფუძველს, რომ ერიდებიან კომპანიები მასთან უშუალო კონკურენციაში შესვლას, რადგან ყველა მიცის, რომ ეს კომპანია არის ერთადერთი ქართველი, ერთადერთი ოლიგარქის დეიდაშვილის დაქვემდებარებაში და ყველაერიდება მასთან ჭიდაობას და კონკურენციაში შესვლას. კომპანია, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობს 2001 წელს დაფუძნდა. მისი მოგება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა. სადაზღვევო კომპანია ქართულს შესახებ ბევრი არაფერი იძებნება. კომპანიას მხოლოდ ერთი ფილიალი აქვს, ისიც მხოლოდ ჭავჭავაძის 39 ნომერში, იქ სადაც ქართულ ბანკი მდებარეობს. სადაზღვევო კომპანიის 82%-ზე მეტ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბანკი ფლობს. გაუგებარია, როგორ მოახერხა სადაზღვევო კომპანია ქართულ მილიონების მოზიდვა. სოციალურ ქსელში კომპანიის შესახებ მწირი ინფორმაცია. ასე გამოიყურება 18 წლის წინ დაფუძნებული კომპანიის ვებგვერდი, რომელიც ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმშია. რატომ სარგებლობს განსაკუთრებული პრივილეგიებით არჩილ მამაცაშვილი და იყენებს თუ არა ის გავლენებს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩვენ მამაცაშვილის კომპანიას მივაკითხეთ. ჩვენი ინფორმაციით ის სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა TV პირველის კამერებს დაემალა. არჩილ მამაცაშვილს სახლშიც მივაკითხეთ, თუმცა უშედეგოდ. დღეს ლაპარაკი ზედმეტია, რომ გამოჩნდეს. აჰა. კარგი, არა, მithრობ საღამომდე.
საღამომდექერას საერთოდ შეიძლება დღეს არ გავუშვით. შეიძლება მოვიდეს, შეიძლება არ მოვიდეს, იმიტომ ხა ესე გრაფიკი ვისი არავინ არ იცის. მძარცვა არაფორმალური მმართველის სახელით ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფაქტი პოლიტიკური კორუფციის ნათელი დადასტურებაა, რომლითაც დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართალდამცველები დაინტერესდებოდნენ. მმართველი გუნდის ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ კორუფციული გარიგებები მხოლოდ ქართული ოცნების ხელწერაა. ეს არის ძარცვა კანონის სახელით. ეს პირდაპირ სიგნალი დანარჩენი კომპანიებისთვის, რომ სადაც ოლიგარქის დეიდაშვილი ღებულობს მონაწილეობას, იმ ბაზარზე, რა თქმა უნდა, ეს ხალხი არ უნდა შევიდეს. პირდაპირ ვთქვათ, რომ ანუ ეს ნათელი დადასტურებაა პოლიტიკური კორუფციის და იმის, რომ ოლიგარქი ივანიშვილი მის ახლო გარემოცვას ნათესავებს და მის დეიდაშვილებს, მის იურის ქალბატონ ალაკახნიაურს და ასე შემდეგ, პირადად ჩვენი მოსახლეობის ბიუჯეტით ასაზრდოებ ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა ძიება და იქნებოდა უამრავი კითხვა, როგორ ახერხებს მილიარდერის დეიდაშვილი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ხელშეკრულების მიღებას. სახელმწიფო ქონების ბიძინა ივანიშვილის მისი ნათესავების თუ ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირების პირადი მიზნებისთვის გამოყენება სამწუხაროდ იქცა ერთგვარ ხელწერად ქართული ოცნების მმართველობისთვის ის კორუფცია და ნეპოტისტური ინტერესები არის სწორედ რაც აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, თუმცა ის არ არის ერთადერთი სამწუხაროდ გამონაკლისი, როდესაც პირადად ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, როდესაც მრავალმილიონიანი ქონებების გადაცემა ხდება მისთვის საკუთრებაში. სადაზღვევო კომპანიის საქმიანობა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სწავლობს. უწყებას ვკითხეთ, არის თუ არა საეჭვო ქართულს დაზღვევის შემოსავლები და როგორ ხდება, რომ კომპანიის შემოსავლები მაშინ იზრდება, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდის. ზედამხედველობის სამსახურში სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა სატელეფონო ინტერვიუში გვითხრეს, რომ არჩილ მამაცაშვილის კომპანიას ხარვეზები არ უფიქსირდება და მოკვლევის დაწყების საფუძველსაც ვერ ხედავენ. კომპანიამ რამდენიმე ტენდერში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა, საკმაოდ დიდი ზარალი ნახა, კომპანიას კაპიტალში ფულის დამატებაც კი მოუწია, რამდენიმე ჯერ არ ცდები ბოლო წლების განმავლობაში და ახლა მის შემდეგ კლებადია, პრინც არღვევებიც ყოფილა, დაჯარიმებებიც ყოფილა, ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდის, რასაც მე უყურებ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული წინსვლა კომპანიას არ აქვს. სახელმწიფო უწყებები ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის კომპანიასთან აქტიურად თანამშრომლობენ. ერთ-ერთი ბოლო 23,000 ლარიანი ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლის 26 მარტს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან გაფორმდა. რეკრუტირება ოცნებაში ბიძინა ივანიშვილი პარტიაში ახალი სახეების მოზიდვას იწყებს. პარტიის ლიდერები არ უარყოფენ, რომ მიიღეს უკვე დავალება, რეკომენდაცია გაუწიონ კვალიფიციურ ადამიანებს, რომლებსაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ. არსებული ინფორმაციით ახალი სახეების შესარჩევად ოცნებას კერძო კომპანია ხავს დაქირავებული, მოზიდვის საქმეს კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩაიბარებს. ნახოთ რა ახალი პროცესი წამოიწყო ბიძინა ივანიშვილმა ძველი გვარდიელის ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ. ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება და ახალი კადრების მოძიება დაიწყო. პარტიის თავმჯდომარის დაპირებიდან 4 თვეში დაწყებულ შიდა პარტიულ რეფორმას სათავეში არა პოლიტიკაში ახლახან დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩაუდგა. ოცნებაში დღეს ღიად აცხადებდნენ, რომ მიამბოხე დეპუტატების წასვლაც განახლების პროცესი იყო. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ქართულმა ოცნებამ დახმარება კერძო კომპანიას თხოვა, კატეგორიულად უარყვეს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ამ ადამიანების წასვლაც არის გუნდის განახლების და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბუნებრივია განახლება იმ გაგებით, რომ გჭირდება ახალი სახეები, ძლიერი პოლიტიკოსები. კრიტერიუმები ჩემი აზრით უნდა იყოს კომპეტენტურობა და პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული. ამ რესურსებთან დაკავშირებით ვერაფერ სიახლეს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ესეთი ხალხი ნამდვილად არსებობს, უფრო მეტია ენერგია საჭირო, რათა ეს ხალხი ჩართო საქმიანობაში. ქართულ ოცნებაში ცვლილებები რამდენიმე დეპუტატის გასვლის შემდეგ დაიწყო. თუმცა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელები ჯერ კიდევ მათი გუნდში ყოფნის დროს საუბრობდნენ. უმრავლესობიდან პროტესტით სასულ დეპუტატებს ოცნების განახლების აღარ სჯერათ. ამბობენ, რომ პარტიის ხელმძღვანელები ამჯერადაც კოლბაში გამოყვანილი პოლიტიკოსებით შეეცდებიან ცვლილებების ილუზიის შექმნას.
ლაბორატორიას თუ ქმნიან პოლიტიკოსების გამოყვანის, ახლა მე მგონია რომ ეს არის აი უკვე ბოლო უკიდურესი ნაბიჯი რაც შეიძლება პოლიტიკურმა პარტიამ თავისი თვითლიკვიდაციისაკენ მიმავალ გზაზე განახორციელოს. ჩვენ ასეთ პროცესიდან მივიღებთ არა ქვეყანაზე ვთქვათ, ქვეყნის გაჭირვებაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს, არამედ ჩვეულებრივ შარიკოვებს, თუ მე იმაზე არ ვიფიქრებ, ხალხი რა სიტყვის ჩემს ქმედებაზე, რამდენად მორალურად სწორი პოზიცია ის, რასაც მე ვიცავ, არამედ ვიფიქრებ მარტო იმაზე, რომ არასდროს ჩამძახებენ ის ამოუძახო ხა, მაგი არის ქვევრი, მაშინ რა თუნდაც პოლიტიკოსები მოიტანონ ქვევრები პარლამენტში დაალაგონ და ობახიძე იტყვის და ეს ქვევრი ამოძახებს იმის სანაცვლო ნათქვამს. ყოველი ახალი საკადრო გადაწყვეტილება იქნება წინაზე უარესი. შენ თუ გინდა მიიღო ახალი ოხანაშვილი, კი ბატონო, მიიღებ ახალ ოხანაშვილს, ძალიან მარტივია. შენ თუ თავისუფლებას თავაზობ და თავისუფალ განვითარებას, მაშინ ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი არ უნდა დაახვედრო. საკადრო გადახალისება ყოფილ თანაგუნდელებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ეგრეთ წოდებულმა ახლებმა გუნდიდან წასულებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ოცნების შიდა საქმეები მათი საქმე აღარ არის. განსაკუთრებით კრიტიკული ეკაბესელიას მიმართ ტრადიციულად ვანო ზარდიაშვილი იყო. ქალბატონ ეკას არ გააჩნია არც კეთილსინდისიერება, არც კომპეტენცია, რომლითაც ფასდება სასამართლო სისტემაში მოსამართლეები. აქედან გამომდინარე, მე ქალბატონ ეკას მოსაზრებები ნაკლებად მაინტერესებს სასამართლო მიმართებაში. მათ აქვს რაღაცა ნოსტალგია, როგორც ჩანს, ჩვენთან საუბრის და ამას დარდობენ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ჩემი მხრიდან მათ ეგრეთ წოდებულ შენიშვნებზე და პოზიციებზე კომენტარი. ოცნების განახლებაზე საუბარი არასერიოზულია ოპოზიციისთვის. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს აღარც სათადარიგო ნაბიჯები დარჩა და აღარც კომპეტენტური კადრების მოზიდვის რესურსი. ქართულ ოცნებას რო განახლების რესურსი აქვს, ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ახალი სახე, რომელიც მათ შემოიყვანეს პოლიტიკაში, ბატონი ღარიბაშვილი. აი ეს მეტყველებს ყველაზე კარგად. რა რესურსი აქვს? არავინ მას ხარს აღარ უჭერს და მოუწია ივანიშვილს, რომ ერთხელ კარგად გამოყენებული კარტის, ასე ვთქვათ, უკან დაბრუნება, იმიტომ რომ არავინ გარშემო აღარ აყავდა. ანდაზის მიხედვით მოქმედებენ, რომ ყოველი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და ძველები ამოიღეს და როგორც ახალი ასე გვაჩეჩებენ. ახლა ჩვენ მაგრამ ძველებს შეიძლება ნაფტალინი, რომ არ დაობდეს და დაავიწყდათ ამ ძველებზე ნაფტალინის მიხრა და ახლა ამოდიან ძალიან ასე ვთქვათ, უხეშ სიტყვას არ ვიყვარ, არა შესახედავ მდგომარეობაში. ოცნების მიერ დაანონსებული განახლება ოპოზიციის ნაწილისთვის ხუმრობის თემა გახდა. გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ქართულ ოცნებას სოციალურ ქსელში საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა. უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკაბესელიამ კანონპროექტი წარადგინა. დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რომელიც ამ კანონპროექტს ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტისგან განასხვავებს, იქნება ის, რომ კანდიდატთა წარსადგენად საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა. ასევე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან სახალხო დამცველის, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. კანდიდატთა შერჩევის მეორე ეტაპზე სწორედ აღნიშნული ჯგუფი იმუშავებს, რის შემდეგაც პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გადაინაცვლებს. ამ პროექტით ჩვენ თავაზობთ პარლამენტს, რომ იყოს ძალიან მაღალი, გამართული, დემოკრატიული, გამჭვირვალე პროცესი და სტანდარტები. ჩვენ წარვადგენთ ამ პროექტს საჯაროდ და თქვენ ნახავთ, რომ ერთის მხრივ იქნება ყველა, ვისაც კი ნამდვილად უნდა მართლმსაჯულება იყოს სამართლიანი და იყოს ხალხისთვის და მეორე მხარეს იდგება იუსტიციის საბჭოს რამდენიმე წევრი, ამ თქვათ უმრავლესობა საბჭოსში, ან მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი და მათი ლობისტი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში. ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლეებთან დაკავშირებით ისეთ კანონპროექტს წარადგენს, როგორც საბჭოს წევრებს უნდა. ჩვენ შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელიც ადგენს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცედურას. მე არაერთხელ აღვნიშნე და ახლა შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. ეს იქნება ძალიან ღია, გამჭვირვალე დროში ხანგრძლივად ასე ვთქვათ გაწერილი პროცესი, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ ისეთი კანდიდატები შეირჩევიან უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების პოზიციაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს.
ეგრეთ წოდებული ცენდის საქმის მასალების გასაჯაროების თხოვნით საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს მიმართავს. ეგრეთ წოდებული ცენდის საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. მართალია კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე იქნას გამონაკლისი დაშვებული გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას, მით უმეტეს რომ ამის მოსურნია როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე ამის მოსურნია საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება, დათქვამია საპატრიარქოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილ განცხადებაში. პირველი უზენაესი სასამართლოს პრესცენს დაუკავშირდა და განგვიმარტეს, რომ საკითხს შეისწავლიან, დასაბუთებულ პასუხს კი საპატრიარქოს აცნობებენ. და ბოლოს ჟენევის პრესტიჟულ ავტოსალონზე კომპანიებმა დროის შესაბამისად არაერთი ინოვაცია წარმოადგინეს, მანქანა, რომლის სამგზავრო კაბინა შესაძლოა სატვირთო კონტეინერად გადაიქცეს და ასევე სანავიგაციო სისტემა, რომლის მუშაობაც ჰოლოგრამული დამატებითი რეალობის პრინციპზე აგებული. ნახოთ ეს და სხვა ავტოტრენდები ჟენევის ავტოშოუდან. ჟენევის პრესტიჟულ ავტოსალონზე კომპანიებმა დროის შესაბამისად არაერთი ინოვაცია წარმოადგინეს. მაგალითად, კომპანია რინსპიდმა უჩვეულო მანქანა გამოფინა, რომელიც ორი სეგმენტისგან შედგება და სამგზავრო კაბინა შესაძლოა სატვირთო კონტეინერად გადაიქცეს. მანქანის სავალი ნაწილი და კორპუსი ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, ამიტომ მისი იერსახე შეიძლება შეიცვალოს დღის განმავლობაში ამოცანების შესაბამისად. მაგალითად, დილად შეიძლება მგზავრების გადაყვანა, საღამოს კი ტვირთების მიწოდება. მანქანები სულ უფრო და უფრო ჭკვიანებიც ხდებიან და უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებენ. კომპანია ვეირეი მსოფლიოში პირველი სანავიგაციო სისტემა შექმნა, რომლის მუშაობაც პირდაპირ მოძრაობის დროს ჰოლოგრამული დამატებითი რეალობის პრინციპზეა აგებული. თქვენ თვალწინ გაქვთ სიჩქარის მაჩვენებელი, ასევე მომდევნო მოსახვევიან პარკინგზე შესასვლელი. აქ აისახება თავისუფალი ადგილების რაოდენობას და პარკინგის ფასიც. მსოფლიო მანქანათმშენებლობის კიდევ ერთი ტრენდი კომპლექსური მობილური აპლიკაციების შექმნაა. ჩვენ ყველა მომსახურების ერთ აპლიკაციაში ინტეგრირება მოვახდინეთ. ის მოიცავს როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, საქალაქო ქსელებს და ტაქსის, ასევე გადაადგილების სხვა საშუალებებს, მაგალითად ველოსიპედს და ქარშეარინგის მომსახურებასაც. ყველა შესაძლო ვარიანტი ჩვენს აპლიკაციაშია თავმოყრილი. ჟენევის ავტოსალონი 17 მარტამდე იმუშავებს. ასეთი იყო ბოლო ინფორმაცია ამ დროისთვის, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.